მოგესალმებით, შემოგთავაზებთ ვიდეო გაკვეთილს თუ როგორ უნდა გადაიგზავნოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური დეკლარაცია. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია დეკლარაცია წარადგინოს მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე, წინა თვის მონაცემების მიხედვით. ამისათვის შევდივართ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე. ვირჩევთ დეკლარაციებს, ყოველთვიური და მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადი. ახალი დეკლარაცია. მოგეხსენებათ, მცირე მეწარმის დეკლარაციის ფორმა შეიცვალა, გახდა უფრო ინფორმაციული სახის, სადაც შინაარსობრივად ჩაშლილია საანგარიშო თვის შემოსავალი. ცალ-ცალკე იწერება ნაღდი ანგარიშწორებით მიღებული ბრუნვა, პოსტერმინალით მიღებული შემოსავალი, უნაღდო ანგარიშწორებით მიღებული გარდა პოსტერმინალით მიღებული შემოსავლისა და ასე შემდეგ. დეკლარაციის ფორმის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა გრაფების ნომრებიც. ნაღდი ანგარიშწორებით მიღებული შემოსავალი გულისხმობს საკონტროლო სალარო აპარატის ბრუნვას, იწერება მე-18 გრაფაში, მაგალითად 100 ლარი. პოსტერმინალით მიღებული შემოსავალი მე-19 გრაფაში, მაგალითად 200 ლარი. უნაღდო ანგარიშწორებით მიღებული შემოსავალი გარდა პოსტერმინალით მიღებული შემოსავლისა იწერება მე-20 გრაფაში, მაგალითად 300 ლარი. სხვა შემოსავალი, მაგალითად ბარტერი, ჩეგედე, გაწეული მომსახურება, რაც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, იწერება 21 გრაფაში, მაგალითისთვის 50 ლარი. მე-17 გრაფაში ავტომატურად აისახება საანგარიშო თვის მიხედვით მიღებული შემოსავალი, ანუ მე-18, მე-19, მე-20 და 21 გრაფების ჯამი. მე-15 გრაფაში იწერება შემოსავალი ნაზარდი ჯამით, ანუ კალენდარული წლის დასაწყისიდან საანგარიშო თვის ჩათვლით. აქვე მოგახსენებთ, რომ თუ დეკლარაციის შევსების დროს ჩავრთავთ ღილაკს ავტომატური შევსება, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის დასაწყისიდან საანგარიშო თვის ჩათვლით ნაზარდი ჯამით ავტომატურად შეივსება მე-15 გრაფაში და ხელით ჩაწერა აღარ იქნება საჭირო. ავტომატური შევსების ღილაკი აქტიურდება მიმდინარე თვის 5 რიცხვიდან. დეკლარაციის შევსებას, როდესაც დაასრულებთ, ვაჭერთ ღილაკს შემდეგი და გადაგზავნა.